ქრისტემ დაგლოცოთ. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. დღეს ხსენება არის წმინდა იონე ოქროპირისა და თქვენ იცით რომ წმინდა იონე ოქროპირს ჩვენი ტაძარი უკავშირდება იმით რომ ჯვრის ამაღლების არის რა ჯვრის ამაღლების სახელობის არის რა ჩვენ ტაძარი იონე ოქროპირი ჯვრის ამაღლების დღეს გარდაიცვალა და ეს მისტიური კავშირი არსებობს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ რაღაც განსაკუთრებული სასვეობა გქონდეს ამ დიდებული წმინდანის მიმართ, რომლის ხატიც აქ არის დაბრძანებული. წმინდა იონე ოქროპირი მართლაც განსაცვიფრებელი წმინდანია თავისი ხარიზმატულობით, თავისი გულმხურვალებით, თავისი დაუდგრომელი ხასიათით და პავლე მოციქულის მსგავსი გზნებარებით რომ ერთგულებს უფალს. შემთხვევით არ არის ალბათ რომ პავლე მოციქული განსაკუთრებულად უყვარდა წმინდა იონე ოქროპირს და იცით მის ცხოვრებაში ხა ძნელია ხო ესე წმინდა გარდამოცემა ჩვენთვის ყოველთვის რაღაც ისეთ იერს ატარებს. მეცნიერულად მტკიცდება არ მტკიცდება ხო? მაგრამ არის ეგეთი გარდამოცემა, რომ როდესაც იონე ოქროპირი თარგმნიდა კომენტარებს აკეთებდა პავლე მოციქულის ეპისტოლეებზე, იცით ეს ისტორია, როგორ დაინახა მისმა მორჩილმა რაღაც უნდა შეეტანა საკვები თუ რაღაც და რომ ვიღაცა უჩურჩულებდა ყურში. წმინდა იონე წერდა და ვიღაცა ყურში უჩურჩულებდა და აღარ შეაწუხა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მე რო შევიდა ვინ იყო და არავინ არ ყოფილაო წმინდა იონე ეუნება. და უცებ შეხედა იქ პავლე მოციქულის ხატია და ზუსტად მიხვდა რომ ის იმას გავდა კი რა ის იყო დაინახა ვინც ესაუბრებოდა. საინტერესო ის არის თქვენ ესაც იცით რომ ამ გარდამოცემის დასტურად უფალმა აი წმინდა იონე ოქროპირის თავის ქალა არის ვატოპეტის მონასტერში და იქ მქონდა ბედნიერება რომ ხელში მჭეროდა ორჯერ წირვის დროს. ხო და არავის არ ვაძლევდი. და აი როგორ არის ვერცხლის ლუშკუმაშია და რა თქმა უნდა თავის ქალა მოგეხსენებათ ხო არის ძვალია თავის ადამიანის. და ანუ მას რბილი ნაწილი აღარ აქვს ბუნებრივია და აი ის ყური რომელშიც უჩურჩულებდა პავლე მოციქული ის მარტო თავის ქალა და მარტო ყური არის უხსნელი როგორ ესე იგი შენარჩუნებული ყური და ეს თავისთავად სასწაულია, თავისთავად ცხადია, ხო ხვდებით? იონე ოქროპირს საოცარი ქადაგებები აქვს და ერთ-ერთი და მას ასევე აქვს ძალიან საინტერესო სიტყვა მღვდლობის შესახებ. ალბათ ყველა სასულიერო პირმა ან მომავალმა სასულიერო პირმა ყველამ უნდა წაიკითხოს ეს თუ როგორ ხედავს წმინდა იონე ოქროპირი მღვდლობას. რა თქმა უნდა იგი შეგაშინებს აუცილებლად და შეიძლება კარგად დაფიქრდე მერე სანამ წახვალ ამ გზაზე, იმიტომ რომ იონე ოქროპირი ისეთ სიმაღლეზე აყავს იონე ოქროპირის უფრო სწორედ. მღვდლობა არის ამ ძალიან დიდ სიმაღლეზე, მაგრამ იონე ოქროპირი ამას თავისი საოცარი ოსტატობით გაჩვენებს და ამ ოსტატობის საშუალებით გარწმუნებს კიდევაც. ოღონდ ეს ოსტატობა არის არა ორატორობა, არამედ მისი გულიდან ამოხეთქილი მადლის მიერი სიტყვა. აი ამით გაჩვენებს და იმდენად შეიძლება შეგზაროს იმ მადლმა, რომელიც მღვდლობას ახლავს თავს, რომ თუ არ ახარ შეიძლება გადაიფიქრო და თუ ხარ შეიძლება კარგად დაფიქრდე, კიდევ ერთხელ დაფიქრდე სად ახარ და რა წყალობა მოგცა ღმერთმა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. და რა თქმა უნდა ჩვენთვის სასულიერო პირებისათვის განსაკუთრებულად აი დღეს ჩვენ კვლავ უკვე ორი სტუმარი ისე ყავს სტუმრები, მამათომა რაღაც სტუმარია უკვე ფაქტურად ჩვენთან არის ხშირად და ასევე მამა თეოდორე, რომელიც დღეს პირველად არის წირვაზე, ისე დამყოფია ჩვენთან, მაგრამ როგორც წირველი, თანამწირველი პირველად არის და მადლობა მინდა მათ უთხრა კიდევ ერთხელ და ჩვენთვის მღვდლებისათვის განსაკუთრებული სამაგალითოა წმინდა იონე ოქროპირი თავისი გულმხურვალებით, თავისი უფლისადმი განსაკუთრებული ერთგულებით, თავისი ხარიზმატულობით, რომელიც აი ეს ნიჭიც არის და ის ნიჭი აღორძინდება იმ შრომით,
როგორი შრომაც წმინდა იონა ოქროპირის ჰქონდა და იმ პრინციპულობით და აი არამლიქნელური სულით იმ მართალი სულით რომლითაც ის არ და ვერ ეგუებოდა იმ ბოროტებას და იმ უკეთურებას, რომელიც შეიძლება და ყოფილიყო თქვა მის გარშემო კონსტანტინოპოლში სამეფო კარზე თუ ეკლესიაში. და მე მინდა პავლე მოციქულის ტიმოთეს მიმართ ეპისტოლედან აღმოგიკითხოთ გარკვეული შეგონება რაღაც რამდენიმე მუხლი, რომელიც მე ვფიქრობ ძალიან საინტერესოა, სწორედ მღვდლობას უკავშირდება და წმინდა იონა ოქროპირი როგორც მაგალითი მღვდლობისა, რომელსაც ესე უყვარდა პავლე მოციქული, აი ამას, რასაც პავლე მოციქული ჩვენ სასულიერო პირებს შეგვახსენებს, შემოგვიძახებს და გვაფხიზლებს, რა თქმა უნდა, წმინდა იონა ოქროპირში ეს ყველაფერი არის და იყო და არის რეალიზებული. ეს არის მეორე ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ. ტიმოთე მისი სულიერი შვილია პავლე მოციქულის იცით, იგი ხელდასხმული მღვდელმთავარი გახდა, ეპისკოპოსობის მადლის მატარებელი იყო და პავლე მოციქული ორ ეპისტოლეში მას შეაგონებს და ეს შეგონება მის მიმართ არის, რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ ჩვენ თითოეული ჩვენთაგანის შეგონება სასულიერო პირების თუ როგორები უნდა ვიყოთ და როგორ უნდა ვიქცეოდეთ. ახსენებს პავლე მოციქული ტიმოთეს, რომ მოგახსენებ შენ განცხოველებად, მხურვალედ, მადლსა მას ღვთისასა, რომელ არს შენთანა დასხმითა ხელთა ჩემთათა. ამას სხვა ადგილასაც ეუნება პავლე მოციქული, სხვა ადგილას როგორ სხვა ეპისტოლეში, ეს არის პირველი ეპისტოლე, მეოთხე თავში ეუნება პავლე მოციქული ზუსტად ამას, ამ მსგავს სიტყვებს, ნულდებ ყოფ, ანუ ნუუგულებელს ყოფ, რომელი ეგე არს შენთანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინასწარმეტყველებითა დასხმითა ხელთა ხუცობისათ, ანუ ხუცობა ეს მღვდლობა, ანუ მღვდლობის ხელდასხმით რა მადლიც მოგეცა, აი იმ მადლს ნუუგულებელს ყოფ და სწორედ აი მეორე ეპისტოლეშიც ამას ეუბნება პავლე მოციქული. რას ნიშნავს ნუუგულებელს ყოფ? ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს სასულიერო პირებს, რომ ჩვენ უბრალოდ მექანიკურად გამორჩეულები კი არა ვართ, თქვათ, ქრისტეს სამწყსოდან, არამედ გამორჩევა მდგომარეობს იმაშიც, რომ ხელდასხმა ხდება და ხელდასხმის დროს რეალურად გარდამოდის საღვთო მადლი, ის როგორც ნათლობის დროს, ის როგორც ზიარების დროს, ის როგორც სინანულის დროს და ეს საღვთო მადლი ადამიანის შინაგან სამყაროს ცვლის. ამას ძალიან ბევრი წმინდანი, ძალიან ბევრი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ადამიანის შინაგანი სამყარო იცვლება პოტენციაშიც და რეალურად იმ წამსვე, რომლითაც უკვე მღვდელს შეუძლია ბევრი საიდუმლოს ჩატარება, როცა თქვათ მისი საშუალებით ღმერთი იწყებს მოქმედებას და პოტენციურად იმ გაგებით, რომ მას შეუძლია აღორძინოს თავის თავში ეს ყოველივე და ის მადლისმიერი ნიჭები მივიღოთ მისი სახით, რომელიც ესე გვეხმარება მერე ჩვენ ადამიანებს. და შემდეგ ტიმოთეს ეუნება პავლე მოციქული, ჯერ როცა უთხრა, რომ შეგახსენებ, რომ განცხოველებად მხურვალედ ძალსა მას ღმრთისას, მადლსა მას ღვთისასა, რომელიც არის შენთან დასხმითა ხელითა ჩემთა და მე რო ხელი დაგასხი, ის მადლი უნდა მხურვალედ უნდა გააცოცხლო შენში. აჯერ ამას ეუნება და მე ეს შემდეგ ეს რას გამოიწვევს და რა ხდება მე ადამიანში აგრძელებს. რამე თუ არა მოგცა ჩვენ ღმერთმა სული მოშიშებისა. მღვდლის მდგომარეობა არ შეიძლება მღვდელს რაიმესი ეშინოდეს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება შიში ადამიანისადმი, შიში ამასოფლის ძლიერთა წინაშე და შიში ამ ქვეყნიური რაღაცა განსაცდელების წინაშე. შიში ადამიანის წინაშე ალბათ ყველაზე სამარცხვინოა მღვდლისათვის, როცა მას შეიძლება ეშინოდეს ადამიანის.
პრინციპი ესეთია ზოგადად, იმას ვისაც ეშინია ღმერთის, ზოგადად ყველა ქრისტიანზეა საუბარი. თუ ღმერთის გეშინია, შეუძლებელია გეშინოდეს ვინმეს. და მით უმეტეს და სიმამაცე სათნოებაა, შიში ცოდვაა და იმიტომ რომ შიში ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არა აქვს შიში და ღვთლისათვის კიდევ ვიმეორებ. ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ღვთელი უნდა იყოს სახე ქრისტესი, ხოლო წარმოგიდგენიათ ახლა როგორ შეიძლება რომ ქრისტეს ხატი იყო და გეშინოდეს ადამიანის. ძლიერთ ამას სოფლისა წარმომადგენლების და აქვეყნიური განსასწრების. და აი ამიტომ არ მოგცა ჩვენ ღმერთმა სული მოშიშების, რა სული მოგცა? სული ქრისტესი. ქრისტეს სულია საერთოდ ქრისტიანში ხელდასხმის შედეგად და ქრისტეს სულად იწოდება მადლი, რომელიც მოგვიწანა სულიწმინდა ღმერთმა და ეს მადლი არის იგივე ქრისტეს მადლი და მამა ღმერთის მადლი, ყველა წმინდა სამების მადლი. შეიძლება პირდაპირადაც ითქვას, რომ სულიწმინდა შეიძლება გარკვეულწილად იწოდებოდეს ქრისტეს სულათაც, იმიტომ რომ ქრისტე ძეღმერთის ღვაწლით მოგვეცა და მოვიდა ჩვენამდე მამა ღმერთის მიერ გამოვალს, მაგრამ ძეღმერთის ღვაწლით მოვიდა ჩვენამდე. ამიტომ სული არ მოგცა სული მოშიშების, იმიტომ რომ ღვთის სულია ჩვენში და არ შეიძლება იგი იყოს მოშიშების სული, არამედ როგორი სული და ჩამოთვლის, სული ძლიერებისა. და ღვთისმოწყალეები განმარტავენ, რომ ამ ძლიერებაში ძალიან ბევრი რამე მოიაზრება. ძალიან ბევრი რამე მოიაზრება, თუნდაც ის, რომ სასულიერო პირს ევალება, რომ ქრისტეს საქმე გააგრძელოს, მას აქვს ვალდებულება იყოს პირმეტყველ ცხოვართა მწყემსი, რომელიც სინამდვილეში არის ცხოვარნი არიან, ქრისტეს ცხოვარნი არიან, მაგრამ მას ევალება გახსოვთ, როგორ ავალებს პეტრე მოციქულს დამწყე ცხოვარნი ჩემნი, აი ეს ევალება ყოველ სასულიერო პირს, ამას ჭირდება დიახაც ძალმოსილება. ძალმოსილება ღვთის საიდუმლოებების აღსრულებისას, იმიტომ რომ ამას ჭირდება კადნიერება, რომ აღასრულო მის განსაკუთრებულად ევქარისტიული მსახურება. ძალმოსილება დამოძღვრაში, ღვთის სიტყვის ქადაგებაში, სწავლებაში, ადამიანებისათვის ქრისტესაკენ სავალი გზის ჩვენებაში, ამ ყველაფერს ჭირდება ძალმოსილება, იმიტომ რომ წარმოგიდგენიათ შეცდომა რა ფასად დაუჯდება მღვდელს აი ამ საკითხში. და როგორი მართლაც კადნიერება უნდა კონდეს და გარკვეულწილად დარწმუნებულობა იმისა, რომ რასაც ამბობს, ეს არის სიმართლე. და თუ შეეშალა, წარმოგიდგენიათ რა პრობლემის წინაშე დადგება პირველ რიგში სასულიერო პირი. თუ არსებობს სიბრმავე მოძღვრობაში, რომელსაც სხვა ბრმები აეკიდებიან და ორივენი ორმოში ვარდებიან. და ეს ძლიერება, სული ძლიერებისა არის არა ადამიანის, თვითონ ადამიანის ავტონომიურად უпроსტოდ თავხედური საკუთარ თავში დარწმუნებულობა და აქედან გამომდინარე ძლიერება კი არა, არამედ ის სული, რომელიც მოგვეცა ხელდასხმით, იმ სულის ძლიერება არის ეს. ანუ სულიწმინდა ღმერთი მოქმედებს ჩვენში, სულიწმინდა ღმერთი, ანუ საღვთო ძლიერება ეს, ამ საღვთო ძლიერებაზეა საუბარი და არ მოგვეცა სული მოშიშების, არამედ სწორედ ამ ძლიერების სული მოგვეცა. ეს უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ სასულიერო პირებმა და შესაბამისად ვიმოქმედოთ და არ შეუშინდეთ იმ რეალობებს, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს, თუნდაც ის, რომ 21 საუკუნის ღვთლები ვართ, თუნდაც ის, რომ არც გამოცდილება გვაქვს, არც განათლება გვაქვს და რა თქმა უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს სული ძლიერებისა ჩვენში აღორძინდეს. მეორე ნიშანი, რაც აქვს იმ სულს, რომელიც ჩვენში არის, ეს არის სიყვარულისა. და ამით გვეუბნება პავლე მოციქული, რომ ის ძლიერება, რომელიც სხვადასხვანაირად ავლენს ჩვენში საკუთარ თავს, მათ შორის შეგონებისა, მათ შორის შერისხვისა, მათ შორის შეკვრისა და გახსნისა, ხო გესმით, უამრავი რამეა ეს ღვთლის ხელდასხმის დროს, რაც ადამიანს ეძლევა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სიყვარულით. ოღონდ რა თქმა უნდა, არა ადამიანური რაღაც ესეთი სიყვარული არ იგულისხმება, აქ იგულისხმება საღვთო სიყვარული, ის სიყვარული, რომელიც ქრისტეს აქვს ადამიანისადმი. აი როგორც ქრისტეს უყვარს თითოეული ადამიანი, მღვდელი ვალდებულია, რომ ამ სიყვარულს მიბაძოს და ეს სიყვარული საკუთარ თავში გააცოცხლოს და აი ამგვარი სიყვარულით უყვარდეს ადამიანი, მას როგორც ადამიანს ეს არ შეუძლია, მაგრამ მან ხელდასხმით მიიღო ის მადლი, რომელი მადლის საშუალებითაც მას ეს შეუძლია. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ ღვთლებს, რომ
იცი მე ეს არ შემილია. ამის უფლება უბრალოდ არ აქვს. არ აქვს ამის უფლება. იმიტომ რომ ჩვენ ეს მადლი რეალურად მოგვეცათ და თუ ჩვენ ეს არ გვწამს, მაშინ ჯობია ჯვარი მოვიხსნათ და ერისკაცული ცხოვრება დავიწყოთ. ხოლო თუ ჩვენ გვწამს, რომ ეს მადლი ჩვენში არსებობს ხელდასხმით გზით მოცემული, მაშინ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ის ჩვენში აღორძინდეს. და სული სიწმინდისა. სიწმინდისა, რომელიც არის ყველა იმ სათნოების გაცოცხლება, რითაც ჩვენ ქრისტეს ვემსგავსებით, რომელიც ჩვენში დრგუნავს ყველა უკეთურებასა და ვნებას, რომელიც მუხრუჭად გვექცევა ჩვენ როგორც სამღვდელო მოღვაწეობაში, ისე ჩვენს ქრისტიანულ სულაში, სიწმინდისა, რომელიც სინონიმია მთლიან სიბრძნეობისა, შეიძლება ასე ითქვას, როცა ადამიანის მთელი შინაგანი სამყარო ერთ მთლიანობად არის გადაქცეული, მისი გონება, გული და ნებაში, მთლიანობა და მთლიან სიბრძნეობა, როცა ადამიანი სიბრძნით მოქმედებს, იმიტომ რომ თუ ადამიანი იმართება ვნებებით, ადამიანი უგუნურად ცხოვრობს. ხოლო ადამიანი თუ ვნებებს დადგუნავს და ეს სული თავისთავად ადამიანს თავისი ვნებების დადგუნვა არ შეუძლია. ეს სული მოგვეცა, რომ ეს ვნებები რა არის ვნება, ანუ ყველა ის მოძრაობა ჩვენში არსებული, რომელიც ჩვენსა და ქრისტეში ვადგება, თუ ადამიანი მათ დადგუნავს, მაშინ ადამიანი გონიერია, ბუნებრივი. და შესაბამისად, აი ეს ყველაფერი ჩვენ იმ მდგომარეობაში მიგვიყვანს, რა მდგომარეობაში უნდა იყოს სასულიერო პირი მთლიანობაში, შეიძლება ასე ითქვას, მამები ესე განმარტავენ, რომ სული ძლიერებისა ეს არის ის სული, რომელიც ჩვენს ნებელობას განკურნავს, სული სიყვარულის ეს არის ის სული, რომელიც ჩვენს გრძნობებს განკურნავს, ჩვენს გულს და სული სიწმინდისა, რომელიც ჩვენს გონებას განკურნავს. შესაბამისად, სამღვდელო ხელდასხმით, თუ ჩვენ მას ხელს შევუწყობთ, რომ ის ჩვენში აღორძინდეს, წესით, მღვდელი უნდა განიკურნოს დაცემული ბუნების მიდრეკილე ძველი ადამიანობიდან გამომდინარე სენისაგან და იგი რეალურად უნდა გადაიქცეს ახალ ადამიანად და რეალურად უნდა იყოს ღვთის საქმის გამგზელებელი და შესაბამისად თანამუშაკი ღმერთისა რა საქმეში, იმ საქმეში, რომ უამრავი ადამიანი ქრისტეს კვალს შეუდგეს და უამრავი ადამიანი თავიდან დაიბადოს და ქრისტეს შვილი გახდეს. მე მესმის, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია, ძალიან მძიმეა დღეს, მით უმეტეს 21 საუკუნეში, მაგრამ ეს არის სწორედ ღრუბლობა და წმინდა იოანე ოქროპირი შეგვეციოს ჩვენ, მე პირველ რიგში მე უღირს და ამ საქმისათვის აბსოლუტურად გამოუსადაგარს, მაგრამ ეხლა რაღაც დროსია უკვე, ესე იგი, უკან დასახები მე არ მაქვს, ასევე მე მგონი არ ჩვენ მამებს, არც მამა თეოდორეს და არც მამა თომას უკან დასახები გზა არ აქვს, არც ედღდელს და ეპისკოპოსს შესაძლებლობის მადრის მატარებას უკან დასახები გზა არ აქვს და ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მიუბაძოთ პავლე მოციქულს, მიუბაძოთ წმინდა იოანე ოქროპირის და ყველა იმ წმინდას, რომლებიც მღვდლობაში საოცარ გმირულ სულს ავლენდნენ და ცხოვრობდნენ, იწვოდნენ და კვდებოდნენ ქრისტესათვის და დღეს არიან იქ, სადაც თითოეული ჩვენთაგანისათვის არის მრავალი სავანე ზეციური მამის წიაღში. ღმერთი შეგვეციოს და წმინდა იოანე ოქროპირი იყოს თითოეული სასულიერო პირის, საქართველოში მყოფი სასულიერო პირის შემწე, დამხმარე, მაგალითის მიმცემი და შესაბამისად მოგცემოდეს ძალა, რომ უერთგულოთ ჩვენს უფალი იესო ქრისტეს და დავსვოთ ცხოვარნი მისნი. ხოლო თქვენ ცხოვარნი, შეიძლება ასე ვთქვათ, ეს თქვენ ხართ არა ეს ცხვარი ამ შემთხვევაში, ხო, ეს ნიშნავს ქრისტეს ცხოვარი ნიშნავს ეს არის უდიდესი ღირსება, რომელიც სინამდვილეში თავის თავში იმ მღვდლობას ატარებს ოღონ შიგნით საკუთარი თავისათვის, იმიტომ რომ პეტრე მოციქული გვეუბნება, რომ თქვენ სამღვდელო და სამეფო დასი ხართ და თქვენს გულში მუდამ უნდა აღევლინებოდეს უნდა ხდებოდეს უსისხლო შეწირვა და თქვენი უნდა იყოთ მწირველნი საკუთარ ტაძარში, საკუთარი ტაძრის საკურთხეველში, რომელიც არის გული, საიდანაც მუდამ უნდა შეიწირებოდეს უსისხლო მსხვერპლი, ანუ მსხვერპლი ქებისა ზეციური მამის წინაშე.
ღმერთი შეგვეწიოს და წმინდა იონე ქროპირის ლოცვით მოგცეს ძალა იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩვენში გაცოცხლდეს და აღორძინდეს. ამინ.